მოგესალმებით გალბანის სამზარეულოდან. დღეს მე და თამარი მოგიმზადებთ ორი სხვადასხვა სახეობის ბრუსკეტას. მე მოგიმზადებთ ვეგეტარიანულ ვარიანტს გალბანის კრემყოლით, ხოლო თამარი მოამზადებს ხორცის ვარიანტს გალბანის სხვადასხვა ძეხვეულით. მე გამოვიყენებ დღეს პროშუტო კრუმბოს. ამისთვის მე დამჭირდება ბაგეტი. პირველ რიგში ჩვენ ბაგეტებს გავხმავთ ზეითუნის ზეთში როზმარინთან ერთად. ბაზა არის ერთი და იგივე, ბრუსკეტა უნდა გაიხმოს ზეითუნის ზეთში და ნიორთან ერთად, ხოლო შემდეგ უკვე წყობა იქნება სხვადასხვანაირი. ეხლა ნიორს უხეშად დავჭრი, რომ ზეთი გახადოს უბრალოდ არომატური. ესე იგი, ტაფა გვაქვს ძალიან დაბალ ტემპერატურაზე, რომ უბრალოდ ზეითუნის ზეთი გაიჟღინთოს ამ ნიორის არომატით და არ დაიწვას. მოვათავსებთ ჩვენს ბაგეტის ნაჭრებს ტაფაზე. სანაპირები გაიხუხება, მოვამზადებ მასკარპონეს მასას, რისთვისაც მჭირდება მასკარპონე, დაახლოებით 250 გრამი. დავამატებ უხეშად დაკეპილ ნიორს, შავ პილპილს გავუკეთებ არომატისთვის და ცოტა სიცხარისთვის და აქვე მარილი, სულ ცოტა. ესე მარტივად სულ 4 ინგრედიენტით მივიღეთ ძალიან გემრიელი კრემი მასკარპონეთი. ყურები უკვე გაიხუხა. ეხლა მე გადმოვიტანთ ჩვენთან დაფებზე, რომ ავაწყოთ ბრუსკეტები. ამ ნედლ ნიორს კარგად წაოსნავ ჩვენს გახუხულ ყურებს. რაც შეეხება პომიდრებს, მე ხა დავბრაწავ უბრალოდ მშრალ ტაფაზე და მოვაყრი ცოტა მარილს და შაქარს, რადგან ჩვენ ბრუსკეტაში შეიტანოს ცოტა მოტკბო გემო. ჭირდება ცხელი ტაფა, რადგან არ გვინდა რომ წყალი გამოუშვას პომიდორმა და გვინდა დაიბრაწოს უბრალოდ ცოტა მარილი და ცოტა შაქარი. პომიდრები მზად არის, როგორც ხედავთ, შესანიშნავად დაიბრაცა. ეხლა კი მე და თამარი მგონი მზად ვართ, რომ უკვე ავაწყოთ ჩვენი ბრუსკეტები. ესე იგი, მე დავიწყებ პესტოთი. დავადებ ცოტა რუკოლას, გემრიელია ჩემი ეს რუკოლა სპეციფიური, ძალიან უხდება პროშუტოს და საერთოდ ბრუსკეტებს. ეხლა ვიღებ მოცარელას. მოვჭრი ძალიან თხელ სლაისებს. თითო ბრუსკეტას დავადებ 2 ცა მოცარელას. თითოზე საკმარისია 1 სლაისი, რომ მაინც პროშუტო ძალიან პიკანტური არომატის მქონე ლორია და მეც უბრალოდ არ საჭიროებს. ეხლა დავადებ ყურძნის სლაისებს. ბაზილიკს უბრალოდ დავძენძავთ და მოვაყრით უხეშად, თავისებურ არომატს მისცემს. ესე იგი, ჩემ ბრუსკეტების ვარიანტი მზად არის და ეხლა ვნახოთ ნინო როგორ ბრუსკეტებს მოგუწადებ. ძალიან ლამაზად გამოიყურება შენი ბრუსკეტები, მინდა აღნიშნო. ჩემ ბრუსკეტებს რაც შეეხება ძალიან მარტივად, სულ რამოდენიმე ინგრედიენტი შემოიფარგლება. სანამ დავიწყებ აწყობას, მანამდე მაქვს ცოტაოდენი მოხალული ქეშიუ, რომელსაც უბრალოდ უხეშად დავკეპავ. აქ გვაქვს უკვე მომზადებული მასკარპონე, რომელშიც გადარეული არის უბრალოდ ნიორი, შავი პილპილი და მარილი. გადავუშვებ ბრუსკეტას. პომიდრები, რომელიც წინასწარ დავბრაწეთ შაქართან და მარილთან ერთად და ჩვენ ბრუსკეტას შესცენს უფრო ტკბილ გემოს. მოვაყაროთ ცოტა ქეშიუ. მოვასხათ ასევე ცოტა ბალზამიკო. და მოვაყაროთ მიკროების ცხარე მიქსი. როგორც ვიზუალისთვის, ასევე ესე ვთქვათ, ცოცხალი და ცხარე გემოსთვის. და ბოლოს პარმეზანი. ჩვენ მოვჭით უკვე ბრუსკეტების აწყობას და შეგვიძლია უკვე გადავიდეთ სერვირებას. დავასხავ ზეითუნის ზეთს. ჩვენი ბრუსკეტები მზად არის, გემრიელად მივთვით.